ჩემ თაობას დამარხავი არ ეყოლება. არა თუ საქართველოს პატრონი. ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული ერის გენოციდი. სახლში ვარ ღამის პირველი საათია და მირეკავს ჩემი შვილი გერმანიიდან დათო აღარ არიცო. და რომ მივედი ვერც შეამჩნევდი გარდაცვლილი თუ იყო. ერთი ხელში ბუჩი ჯვარი ეჭირა ესე და ერთი ხელი თავთით ესე ქონდა ამოდებული და პოლიცია რო იგებს რომ ცუდად არის უფრო წუმპეში აგდებენ. წაიყვანენ იზოლატორში. ჩააგდებენ 2 დღე იქ, ჩაუტარებენ სასამართლოს, მიცემენ პირობით, მიცემენ გირაოს 15,000 ლარი. და წარმოგიდგენია შენ რას შვები არ? სამხარაულის ბიუროში ვიდექით რიგში 5 შოველი. ეს იყო მე-5 და 4 ამაზე წინ 18, 19, ერთი იყო 17, ერთი 22 და ერთი 23 წლის ბიჭების გვამები წამოვიღეთ იქიდან შავი ცელოფნის პარკებით. დამარბენინებენ მათხოვარი გამხადეს იმაზე რომ ექსპერტიზის პასუხები მივიღო და ვინ მიცა ამ ბავშვს ვარგეთილის მეტროსთან ესწამალი. ჩვენ ვიცით როცა სახელმწიფოს დაჭირდა რომ ცხოვრებული ლაშქარავა ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატია. გარდაცვალება დაკავშირებოდა ნარკოტიკს ერთ დღეში იქნა გამოძიებული ყველაფერი და აჩვენეს ის ფაქტი რომ აი თურმე ეს ბიჭი ჩადიოდა ცუდ ამბავს ხო? სინამდვილეში ეს რო გადაფარულიყო აქციაზე მისცემა. შენ როცა გიდა ნარკომანად გამოიყვანო და ეცი და ერთ დღეში ხო ესე იყო, ხო არ ვიგონებ, კაცო. ჩვენ რა დავაშავეთ ამ ხალხმა. ანა მანგელოზევიჩვილიშვილი რაღაც დამიჩეხეს, თავის ქალარას ახადეს, თუ არ იძიებდნენ. ყველა მშობელი, წლების უკარო დაკარგა ბავშვები, ყველა მშობელი ჩემნაირ დღეშია. არც ერთი საქმე არ ვისულა ბოლომდე. არც ერთი საქმის გამოძიება არ დასრულება. ჩვენს სადაც ხედავთ ახლა ამ ადგილს 1 საათით უნდა იდგეს ღამეა პოლიცია და 50 ბარიგას დაიჭერს როგორ დარბიან ამ სასაფლაოზე ნარკობარიგები დებენ და ეს იცის ყველა და ეს ხალხი ძვირფასო მეგობრებო ვისაც იჭერენ ეს არის ის რომ ერთმანეთის ბიზნესი გადაკვეთეს ამათმა და იმას რომ იჭერენ ვიღაცამ შემოსავალი დაკარგა ამას ქვეყანაში როგორც ნარკომაფიას კი არ უყურებენ როგორც ბიზნესს ეს არის ყველა სირცხვილი, ეს არის, როდესაც ამბობენ იმას, რომ მილიცია არის გმირი. მილიცია გმირი კი არა, ეს საქციელი ხალხმა ხო იცის. და ამას რა ქვია სახელი, მაგრამ ასე ყველას ჩვენ დავარქვათ გმირები და 16 წლის ბავშვები ამოვდოთ მიწაში, როცა ეს ყველა მიცის. სიტუაცია არავინ არ ათქვას, რომ არ იცის და აქედან გამომდინარე ამას გმირობა კი არ ქვია, ამას ქვია ღალატი. და შენ ამაზე ხვას არ იღებ და ლაპარაკობ, რომ სიძულვილის ენა უნდა აკრძალო თურმე. ბიჭო, რა სიძულვილი, რა ომი, შობადობაზე უფრო მეტია ასეთი ბავშვების გარდაცვალება დღეში. რომელ სიძულვილზე, რომელ ქვეყნის მტრობაზე საუბრობ. ამის იქით არაფერი არ არის. არც პოლიტიკა არის, არჩევნები. შენ წარმოგიდგენია 16 წლის ბავშვი ნარკოტიკიდან გაბრუებული, სრულწლოვანი რო გახდება, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანას რა კურსი აქვს? რომელი კურსი აქვს? ამას რუსულია, ევროპულია. ამათვის კურსი სულ ერთი არ არის ხალხო, აი, გამარკვიეთ ვინმე და ან და ამათ მიერ გაკეთებული არჩევნების დროს ის ქვეყანას წაადგება? შეაყნოსე და თუ გინდა ჯალალედის მიცემენ ხმას ესენი. არ ეგონოს ვინმეს ხელისუფლებაში წარმომადგენელს, რომ მისთვისაც არ მიუკაკუნოს ამან. მე ასევე მიმართავ კაცო ოპოზიციურ პარტიის ლიდერებს და რომელიმეს უთქვია, რომ რუსული ნარკოტიკი, ეს არის პირდაპირ რუსული ნარკოტიკი. რუსული ნარკოტიკით არის ავსე ქვეყანა და რუსეთი ჩვენ გვიხდის სამაგიეროს. ახალგაზრდებს გვიხოცავს. ძალა კი არა, არმია კი არა, აღარავინ აღარ შემოგრჩება. ყველაფერი წაგებულია. ბიჭო, ერის დასასრულია. დასასრული არის რა. რო იმას აშვება, ეხლა პატრიარქთან ვიყავი, ხო? გაუბედურებული ბაბუა ვარ, გაუბედურებული დედა არის და დღემდე ვერ გამონახა ისა რა. რო დამლოცოს უბრალოდ და
რაღაცა პეტიციაც მიუტანე, რომ თვითონ უნდა უთხრას მთავრობას, რომ დავიწყოთ ამასთან დაკავშირებით და ფიქრობენ რა. ამ ფიქრში უკვე 30 ბავშვი 40 მოკვდა თბილისში. ის ჯერ ფიქრობს. მე ახლა ამაზე მეტი რა უნდა მომივიდეს. ჩემი გაზრდილი 22 წლის შვილი აგერ ჩავდე მიწაში, ბინა უნდა გვეყიდა და სასაფლაო უყიდე და მეტი რა უნდა მომივიდეს 17 წლის დიუშენიანი შვილი მყავს. რისი თავი მაქვს და როგორ დავდივარ ამ ქვეყანაზე, ღმერთს მადლობა ამისთვის. ჩემი ერთადერთი მოტივი არის, რომ ბავშვებს უშველოთ, კაცო.